წინააღმდეგობაში. ამის გარდა ჩვენი გეგმის ნაწილი არის ისიც, რომ გავავრცელოთ ცოდნა პოლიტიკის შესახებ და ჩვენი ერთ-ერთი პროექტი არის პოლიტიკის სკოლა, ყავს ორი ჯგუფი, ერთი ახალგაზრდების და მეორე უფრო პროფესიონალების, რომლებთან ერთად ვსჯელობთ იმ თეორიების შესახებ, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანს, რომ გაიაზროს თუ როგორ შეიძლება შევხედოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესს და როგორ შეიძლება დავგეგმოთ ეს პოლიტიკური პროცესი. ამის გარდა დღეს დავიწყეთ აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს აქცია არის ფოკუსირებული განათლების საკითხებზე. ყოველ სამშაბათს 7 საათზე გვექნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ასეთი აქცია. ეს აქცია არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თქვენს თუ შემოგვიერთებით ხოლმე. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც თავისი რეპრესიების ჯაჭვის ბოლო ნაწილად გამოაცხადა, ეხლა სამიზნედ საქართველოს უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია, რომ დაცვის ქვეშ არის სახელმწიფო უნივერსიტეტები და ასევე სკოლები. და იმ აქციაზე ჩვენ განვიხილავთ სწორედ მათ ნაბიჯებს და ჩვენ საპასუხო მოქმედებებს, რაც შეიძლება გავაკეთოთ როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა, ან როგორც მართო საზოგადოებამ. თქვენ იცით, რომ ხუთშაბათობით ჩვენ გვაქვს ასეთივე ფოკუსირებული აქცია უზენაეს სასამართლოსთან. უზენაეს სასამართლოსთან ვინც არ ყოფილხართ, ეს არ არის საქალაქო სასამართლო, რომელიც არის დიღოში, არამედ არის უბალაშვილების ქუჩაზე, აქვე ახლოს, სადაც 10 წუთია აქედან, ესე რომ ხუთშაბათ შეგიძლიათ იქაც შემოგვიერთეთ ხოლმე. ამის გარდა სხვა ნაბიჯები რა არის, რაც შეგიძლიათ შემოგვიერთეთ, ბაკური ისაუბრებს და მე თუ რაღაცა მეც დავამატებ. მოგესალმებით. მოგესალმები აქ შეკრებილ საზოგადოებას, კალბატონ პრეზიდენტს. არის მის ხო? ხა ისმის. როგორც ხედავთ, ამ გეგმის შესრულების თვალსაზრისით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და თქვენი დახმარება, თქვენი მონაწილეობის გარეშე ბუნებრივია, რომ თავისუფლების მოედანს გაუჭირდება იმ ამბიციური გეგმის შესრულება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს ცხოვრების და რომ ჩვენი მთავრობა გამოხატავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს და არ იყოს ის მთავრობა ხელისუფლების სათავეში, რომელმაც მიიტაცა ჩვენი არჩევანი და დღეს საქართველოს გაურკვეველი მიმართულებით მიაქანებს. რა არის ახლა ეს გზა? პირველი და მთავარი, რომელზეც სიკომ უკვე ისაუბრა, არის შეხვედრები იმ ხალხთან, რომელსაც უჭირს შეხვედრა, თავისუფლად გამოსვლა და საუბარი ალტერნატიულ ძალასთან, ოპოზიციასთან. ეს ურთულესი რამაა, ამაში თქვენი დახმარება გჭირდება. ამ დახმარებისთვის აუცილებელია, რომ თითოეულ თქვენგანს, რომელსაც გააჩნია ისეთი კონტაქტი და შეძლებს, რომ თავისუფლების, დემოკრატიის სახელით თუნდაც 10 ადამიანი შეკრიბოს, თავისუფლების მოედანი იქნება მზად, რომ იქ მივიდეს და ესაუბროს მათ. ისე როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ თელავში, ისე როგორც ამას გეგმავთ საქართველოს სხვა რეგიონებში, როგორც ამას გეგმავთ თბილისის სხვადასხვა უბნებში. ჩვენ უნდა გავარღვიოთ აი ეს პროპაგანდის რკინის ფარდა, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს მივიტანოთ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილამდე პროტესტის ის შინაარსი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტად იმ ხალხის თავისუფლებას, მათი უფლებების დაცვას, რომელიც სამწუხაროდ დღეს ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ არის მოწამლული. კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც მიგვაჩნია, რომ თქვენი დახმარება იქნება აუცილებელი, ეს არის იმ ჩვენი გეგმის შექმნა, რომელიც გულისხმობს გარდამავალ პერიოდში ისეთი კონსტრუქციის, ისეთი ინსტიტუციების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ახალი ხელისუფლება, რომელიც ჩაანაცვლებს ქართულ ოცნებას, ვერასოდეს ვერ შეძლებს მიიტაცოს ის ინსტიტუციები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გახწნა, რაც არის პოლიცია, რაც არის პროკურატურა, რაც არის სასამართლო და დღეს ჩვენ ვხედავთ აი აქაც, ხო? როგორ ეწინააღმდეგება ეს რეჟიმი აზრის და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ჩვენ შევძლოთ ერთად ასეთი გეგმის მომზადება და ამისთვის გთხოვთ, რომ დაგვიკავშირდეთ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით,
ჩვენი იმეილის საშუალებით, რომელიც არის მოცემული და ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ჩართულობას, რომელიც იქნება იმ ხალხისგან, ვისაც სურს ამ ცვლილებების შემოტანა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არის ის ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნება თავს გვახევს, რომ თითქოს აი ეს მორჩილება, აი ეს პასიურობა და აპათიურობა საერთაშორისო არენაზე არის მშვიდობის მომტანი. ამ დროს ქართულმა ოცნებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია განეახლებინა და 2011 წლის კონცეფციით სარგებლობს. სწორედ იმ კონცეფციის, რომელიც მათი თქმით სისხლიანმა რეჟიმმა შექმნა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების მშვიდობა ბუტაფორიაა და ჩვენ ნამდვილი მშვიდობის შექმნისთვის გვჭირდება თანამშრომლობა, გვჭირდება კონტრიბუცია თქვენგან, იმ ხალხისგან, მათ შორის რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფლების მოედნის იმ წევრებისგან, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც აუცილებელი იქნება თქვენი მონაწილეობა, ეს არის იმ დიდი ქართველთა თავყრილობის შექმნა, შეკრება, იქ სპიკერების შერჩევა, რომლებიც ნათლად დაანახებენ მთელ საქართველოს, სად დგას ქართველი ხალხი და რატომ არის ქართული ოცნება არასწორი და შეუსაბამო მთავრობა ჩვენთვის. დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ნათლად წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება ევროპული იდეალების, დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მთავრობის ანგარიშვალდებულების, ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ კატასტროფული შედეგი აჩვენა. არ გაატარა არც ერთი რეფორმა, მიიღო კანონები, რომელმაც ის დაუახლოვა, მე ვიტყოდი, თალიბანის რეჟიმს და დღეს საქართველოსთან პრაქტიკულად შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. ამას ჩვენ არ შევეგუებით, ეს გეგმა სწორედ ამას ისახავს მიზნად და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთან ერთად ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ეს რეჟიმი შეიყეს და ჩამოყალიბდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ქართული ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული. დიდი მადლობა. ამე კითხვა გიყო მარგავ. თავისუფლების მოედანთან დაკავშირებით.